დღეს არის შაბათი 22 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 9 მარტი და პირველეს ყოვლისა დღეს განსაკუთრებული დღეა 40 სებასტიელი მოწამის ხსენებაა მე მისაუბრეა მათზე ამიტომ ახლა აღარ გავჩერდები ძალიან დიდი კვალი დატოვეს ქრისტიანობის ისტორიაში და ერთადერთი რაც მინდა გაჩვენოთ ჩვენ გვაქვს ხატი რომელიც შეიქმნა 40 მოწამის სვანეთში ინახება ეს ამ ხატის ორიგინალი იმის მიხედვით გავაკეთეთ ზუსტი ასლი ოღონდ აღმოჩნდა რომ აი ამ ჩვენს ბერძნულ ხელნაწერში 10-ურ ხელნაწერში 40-ვე პორტრეტი არსებობს ეს მედალიონები და ამიტომ ამ ხატს დავამატეთ გარშემო ჩარჩოზე 40 პორტრეტი თითოეული მათგანის ეს ერთი და მეორე ესე იგი ახლახანს არ არის დიდი ხანი რაც ჩვენთან მოგზანდა წმინდა ნაწილი ერთ-ერთი მათგანის წმინდა მელიტონის წმინდა მელიტონი ეს არის რომელიც იყო ყველაზე ახალგაზრდა თითქოს ყოველ შემთხვევაში როდესაც ფეხები გადაუმტვრიეს მოძრაობის საშუალება არ ქონდა არ ვიცი რაღაცა დარჩათ თუ რა ყველანი დაყარეს ულებზე ამათ სხეულებზე ეს არა და დედამ აიყვანა ხელში და რომ თავის მეგობრებს არ ჩამორჩენოდა დედამ გადაიყვანა და მათთან ერთად მე ამის სხეული დადო ამხნევებდა და ამათთან ერთად შემდეგ დაწვეს ამათ სხეულები და ჩვენ გვაქვს ფერფლი მათი და ამ მელიტონის მენა ნაწილი გვაქვს აი გაჩვენებთ ახლა ჩასმულია მელიტონის გამოსახულების ქვეშ არის თვითონ მელიტონი და მარჯვენა მხარეს უბრალოდ მარცხენა მხარეს არის ესე იგი ლურჯის ანაწილში არის მელიტონი და წითელში არის ყველასი ერთად აი ახლა გაჩვენებთ მე თქვენ ამ ხატს დიდია თვითონ ის ორიგინალი ხატის დიდია სვანეთში რომელიც ინახება და ეს კიდევ უფრო დიდი გამოვიდა აი როგორია ნახე აი ეს აი ეს წითელი სანაწილია ყველასი ერთად და ეს ლურჯი არის მელიტონის თავზე არის მისი გამოსახულება დანარჩენი 40-ის არის გარშემო აი ცოტა კიდევ ქვეითას აინახოთ აი როგორია აი ესეთი არაჩვეულებრივი ხატი გვაქვს წმინდა 40 მოწამის და ერთადერთი რაც დავამატებდი ეს არის რომ არქანჯელო ლამბერტიმ რო იმოგზაურა საქართველოში იტალიელმა მისიონერმა აი ესე დავწერთ არქანჯელო ლამბერტიმ იმოგზაურა იტალიელმა მისიონერმა და აღწერა ეს ამათი ბევრი რამე რა თქმა უნდა მაგრამ რომ განსაკუთრებულად აღინიშნება 40 მოწამის ხსენება და ჩვენ ესე იგი გავიმეორეთ ესე იგი ჯვარი რაღაც სპეციალური ჯვარი არისო რომელიც წყლის კურთხევა სრულდება ამ დღეს და ამ ჯვარზე მაგდება 40 სანთელი თითო ფრთაზე 10 და სპეციალური ჯვარი შევქმნით და ამათი დღესასწაული როდესაც არის ამ წყალს ვაკურთხებთ ხოლმე ასე რომ გაისათ ეს კვირა დღეს მოუწევს და გაისათ კვირა დღეს ფიქრობ წირვის მერე აი ეს წყალკურთხევა დიდი როგორ მცირე წყალკურთხევა სრულდება ოღონდ აი ესე დიდი ზეიმით ეს რაც შეეხებოდა 40 სებასტიელ მოწამეს და მე მინდა მოგითხროთ დღეს კიდევ გვაქვს ჩვენ წმინდა ნაწილები უკრაინელი წმინდანის ეს არის წმინდა თეოდოსი ბალტელი გაჩვენებთ ამ წმინდა ნაწილს ეს არის წმინდა თეოდოსი ბალტელი ბალტა ქალაქია და მოგითხრობთ მის შესახებ 1791 წელს დაიბადა 1791 წელს პოდოლსკი არის ესეთი ქალაქი პოდოლსკის გუბერნიაში და მაშინ ეს პოდოლსკი
პოლონეთის დაქვემდებარებაში იყო, როდესაც ეს დაიბადა. ეს დაიბადა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ოჯახში. მღვდელი იყო მამამისი ნესტორი ერქვა სახელად და დედას იუსტინა ლევიცკები იყვნენ გვარად და ძალიან მძიმე დრო იყო დევნიდნენ მართლმადიდებლებს მაშინ აი ამ პოლონეთის ბატონობის ქვეშ და მიუხედავად ამისა ნუ ეს მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ რა თქმა უნდა და მამამ ქრისტიანულად აღზარდა 13 წლის იყო კამენეც-პოდოლსკ ესე არის ესე ქვია სასულიერო სემინარიაში გააგზავნა და 1815 წელს დაამთავრა 24 წლის ასაკში ეს სემინარია და უნდოდა რომ მთელი თავისი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნა მაგრამ მთავარ ეპისკოპოსი იყო მამაც მოელაპარაკა გვარის გამგრძელებელი რო ყოლოდა და პოდოლსკის მთავარ ეპისკოპოსმა ივანიკე ესე ერქვა ივანიკე მას მისცალოცა კურთხევა რომ დაქორწინებულიყო და მართლაც დაქორწინდა იგი და შემდეგ აკურთხა მღვდლად. აი ამ ყველაფრის მერე ესე განვითარდა მოვლენები, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი შემთხვევა. წმინდათა ცხოვრებაში ერთ-ერთი გაბრიელ ეპისკოპოსის შემთხვევა იყო ესეთი, ესე იგი 1 წლის შემდეგ მამა გარდაეცვალა. 1 წლის შემდეგ კურთხევიდან და 1818 წელს გარდაეცვალა ცოლი. ახლად შობილი ვაჟი და ცოტა ხანში შემდეგ დედაც. და მან ეს მიიღო როგორც ღვთისნება, რომ მას მთლიანად რა უნდა ექნა ახლა სამოუწყდა ოჯახი და გადაწყვიტა რომ ეს ღვთისნებაა და რომ მთლიანად უფალს მიუძღვნას თავისი თავი. ძირითადად ესე იგი მისი ცხოვრება იყო მლოცვა, სახარების კითხვა, შემდეგ ღვთის ესე იგი ღვთის მჭვრეტელობა, შემდეგ კითხულობდა სულისათვის სასარგებლო წმინდა მამათა თხზულებებს და ემსახურებოდა მრევლს ესე იგი მთლიანად ემსახურებოდა გადაერთო. და აი ამის გამო მას რაღაცა ნიჭი მიეცა, რომ სასულიერო მწერალი გამختارიყო და დაწერა მან რაღაც არაჩვეულებრივი ნაწარმოები საშინელი სამსჯავრის შესახებ. და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, რომ ეს ნაწარმოები წააკითხეს იმპერატორს, მაშინდელ იმპერატორს, ეს არის ალექსანდრე პირველი. მე ხა ალექსანდრე პირველზე მისაუბრე, ამიტომ აღარ მის პიროვნებაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, მაგრამ მოკლედ იმპერატორს წააკითხეს და იმპერატორმა მოინდომა მასთან შეხვედრა. პირადად დაიბარა ეფთვიმე გაენათელის წამება და დოსითეოს ქუთათელის, აი ამ იმპერატორის კისერზეა და რა ვიცი მოკლედ აღარ გავაგრძელებ, თავი ის არის რომ დაიბარა ეს, ჩამოვიდა ეს სანქტ-პეტერბურგში და დაიტოვა თავისთან, მაგრამ მალე რაღაცა ინტრიგებში გაახვიეს, სამეფო კარის ინტრიგებში და ცილი დასწამეს და იმპერატორმა გადაასახლა ეს. მე მეჩვენება რომ ეს ჩვეულებრივად ლოგიკური ამბავია ასეთი პირობებში. გადაასახლეს ახლა შორს ძალიან არა, მაგრამ სად იცით? ლადოგის ტბა არის შორი ახლოს პეტერბურგთან, ლადოგის ტბაზე კუნძულია და ამ კუნძულზე არის მონასტერი და იქ ამ მონასტერში გაამწესეს. სინამდვილეში ამას სხვა არც არაფერი უნდოდა, ესე განმარტოვებული ცხოვრება და იქ ესე იგი ძალიან დიდი სიხარულით მიიღო საძმო. მიტოვებული რაღაცნაირი ესეთი მონასტერი იყო რა, მიყრუებული. ხო და ამ საძმოსთან ჰქონდა სულიერი საუბრები და დანარჩენ დროს თავის სენაკში მდუმარებაში ატარებდა. 1828 წელს
მოხერხდა მის ძალიან ითხოვდნენ უკან საიდანაც იყო წარმოშობით ამ პოდოლსკის რაიონიდან ბალტა ქალაქი ბალტელი იმიტომ ეწოდება აი ბალტაში გადაიყვანეს და ეს ბალტა არის ბალტის ეპარქიის ცენტრი თვითონ იქ მხარეში და მრევლმა დიდი სიხარულითა და ცრემლებით მიიღო და მისი ოცნება იყო მამათა მონასტრის მოწყობა, მაგრამ მატერიალური საშუალება არ ჰქონდა ამისი, გაჭირვებული, საერთოდ ცხოვრება იყო გაჭირვებული მაშინ და ერთადერთი რაც მოახერხა, უცხოთა, ესე იგი, მოკლედ სახლი გააკეთა, სახლი, სადაც შეეძლო უსახკარო ადამიანების, ან ჩამოსულების, ან საერთოდ უსახკარობის მიღება და აი ესეთ ადამიანებს უვლიდა. განსაკუთრებით დარდობდა ეშმაკეულებზე, რომელიც როგორც ჩანს მაშინ ბევრი იყვნენ. ხო და ცნობილია ეს ეგზორსიზმი ეწოდება, საერთაშორისო სიტყვა, სინამდვილეში ეს არის კვეთებული, ქართულად ესე ვამბობთ, კვეთებულის ლოცვები. აი ამ კვეთებულის ლოცვების კითხვა დაიწყო და განასხამდა ეშმაკებს ამათგან. და ესე ამბობენ სხვათა შორის, რომ ეს კვეთებული ყველა შეუძლია, მეც შემიძლია, რომ დავიკითხო, გვაქვს ეს წესი დაწერილი, მაგრამ მამები არ გვირჩევენ ამის კეთებას. ეს რომ იკითხოს ადამიანმა კვეთებულის ლოცვა, თვითონ უნდა იყოს ძალიან დაცული, ძალიან ასკეტურად უნდა ცხოვრობდეს მონასტერში განმარტოვებულად, იმიტომ რომ ეშმაკს რომ განასხამ თურმე აი ამ ეშმაკეულისგან ის მერე შენ გეტაკება ეს ეშმაკი და ამასაც აი ბევრი განსაცდელი შეემთხვა ასეთნაირად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრების ბოლომდე აგრძელებდა ამ კვეთებულების კითხვას. ჩვენთანაც კითხულობენ ამ კვეთებულებს, მაგრამ მოკლედ ცოტა საჩოთირო საქმეა. ამის შემდეგ ესე იგი, ძირითადად ის თავის სენაკში როგორ მოღვაწეობდა ეს არც იცის არავინ, მაგრამ შედეგი სახეზე იყო, რომ თანდათანობით სრულებით დაუძლურდა, ის სრულებით და ბოლოს საერთოდ წაერთვა ეს ძალები, მაგალითად 1855 წელს გარდაიცვალა. ერთი წლით ადრე უკვე აღდგომის წირვა ვერ ჩაატარა, ისე იყო. ამის შემდეგ ამ 1854 წელს აღდგომაზე წირვაზე ვერ დადგა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა და უკვე 1855 წლის მარხვა რო დაიწყო, მარხვის დაწყებამდე მთელი მრევლი დაიბარა, დაემშვიდობა, დაალოცა ეს ხალხი და ფაქტიურად აი დღევანდელ დღეს 9 მარტს უკვე საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი ძალა წაერთვა, ეზიარა და აი ზიარებიდან 5 წუთის შემდეგ გარდაიცვალა. და 12 დღე ვერ დაასაფლავეს, იმიტომ რომ იმდენი ხალხი მოდიოდა მასთან და ემშვიდობებოდა, რომ არ შეიძლებოდა ეთყობა ამის შეწყვეტა და აი 12 დღე ესე იგი ეს ხალხი მოდიოდა გამოსატირებლად და ამის შემდეგ იგი დაასაფლავეს. აი ამ უცხოთა შეწყნარების თუ როგორ ქვია, აი ეს უწყალების სახლი ალბათ ესე უნდა ვთქვათ, იქ პატარა ტაძარი იყო და იქ დაასაფლავეს. და მხოლოდ რამდენიმე წელის, ესე იგი 63 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადგილას უკვე დაარსდა მამათა მონასტერი და მისი ოცნებაც აღსრულდა. და ამის შემდეგ ესე იგი იყო 1908 წელს, როდესაც აი ამ ეზოში გაიხსნა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მამათა მონასტერი და 1909 წელს მისი წმინდა ნაწილების ამოყვანება მოხდა და წმინდა ესე იგი ეს მონასტერი რო დაარსდა, ტაძარიც აშენდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის და აი აქ გადააბრძანეს მისი წმინდა ნაწილები და მისი სარკოფაგი აღარ სრულებდა
ნუ ანუ ეს რაშიც მისი წმინდა ნაწილები იყო ჩაბრძანებული, აღასრულებდა კურნემებს და 2008 წელს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა 2008 წელს. ოღონდ რუსეთის ეკლესიას არ აყავს შერაცხილი წმინდანად. ეს არის ადგილობრივი თაყვანისცემა, ეგრე ეწოდება და აი დღეისათვის იგი არის უკრაინის მართლმადებელი ეკლესიის წმინდანი. აი ეს არის მისი გამოსახულებები, ხატი და ნუ პირობითი პორტრეტია მგონი, მისი ფოტო არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია მაშინ უკვე არსებობდა. აი ეს. და ჩვენ გვაქვს მისი წმინდა ნაწილი. აი ესეთი ფრაგმენტი გვაქვს. აი ჩანს ხო? იმედი ჩანს. აი ეს არის წმინდა თეოდორე ბალტერის შესახებ. და მე გადავდივარ მინდა რომ მოგიყვეთ დღეს ესე იგი და ნუ ამ დღის წმინდანები აღარ აქვს, კვირის წმინდანებზე ნასაუბრები გვაქვს, ამიტომ აღარ შევჩერდები. მაგრამ რაღაცა ესეთი უცნაური ამბავი მოხდა. აი რამდენი წელია უკვე საუბრობთ ამ ყველაფრის ამ წმინდანების შესახებ და აი რაღაც უცნაურად 4 მარტი გამორჩა აი მთელი ამ 6 წლის განმავლობაში არც ერთხელ შაბათს არ დაემთხვა, იმიტომ რომ ორჯერ იყო ნაკიანი წელიწადი ამ 6 წლის განმავლობაში და აი მაინდა-მაინც ეს ერთი დღე გამორჩა. და გადავწყვიტე რომ ამ 4 მარტის შესახებ გესაუბროთ, ესე იგი 4 მარტი საეკლესიო კალენდრით და აღმოჩნდა მე სულ ველოდებოდი რომ აი დღეს დადგება ეს დრო და დღემდე მოვედით. ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწის ხსენებაა დღეს. ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის ეს არის წმინდა გერასიმე იორდანელი. გერასიმე იორდანელი, რომელიც ერთ-ერთი დამაარსებელი ან ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი არის, აი ჩვენ გვისაუბრია იერუსალიმსა ცოტა ხნის წინ თეოდოსიზეც ჰქონდა საუბარი, მაგრამ ცოტა ხნის წინ 16 დიდის შესახებ ვისაუბრეთ. 16 დიდი საბა განწმენდილი, რა ვიცი, კიდე ბევრი მამა არის აი ამ ხარის, ნუ იერუსალიმელი მამები, ზოგადად ესე შეიძლება ითქვას იერუსალიმის ახლო-მახლო უდიდესი მოღვაწე მამები. და გარდა იმისა, რომ ეს მამები თავისთავად არსებობდნენ, კიდევ არსებობდა აი ჩვენ როდესაც 16 დიდის ცხოვრებაზე ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ. არსებობდა კიდევ საოცარი პიროვნება, ეს არის კირილე სკვითოპოლელი, ხა ამის შესახებაც უნდა გითხრათ, რომელიც ამ მამების ცხოვრებას აღწერდა. და ჩვენ წავიკითხეთ 16 დიდის ცხოვრებას სწორედ კირილე სკვითოპოლელის და მისი არაჩვეულებრივი ქართული თარგმანი, ესე იგი, აი ეს წავიკითხეთ მაშინ და ეხლა ისეთი დიდი ზომის ტექსტი არ არის, ეს რამდენიმე გვერდია, მაგრამ ნუ ძალიან შთამბეჭდავია ეს ერთი. მეორე, ესე იგი. მეორე, რაც უნდა გითხრათ, რომ მე დავიწყებ ამ კირილეს ამ თხზულების გერასიმეს შესახებ კითხვას წმინდა 16 დიდის ცხოვრების ბოლოში ჩვენ რაღაც ძალიან საინტერესო რამ წავიკითხეთ და ესე იგი ესე ქვია ხა ამ ტექსტს ცხოვრებაი და განგებაი წმინდისა მამისა ჩვენისა რატომღაც მე ამისი ახსნა არ მაქვს ესე იგი ამ ძველ ქართულ ტექსტებში ყველგან არის გერასიმე კი არა ჯერასიმე ხო და ჩვენც ესე დავასახელოთ წმინდისა მამისა ჩვენისა ჯერასიმესი გერასიმოს ო იორდანიტის ბერძნულად ესეა აღწერა კვირილე ბესანიელმა ესე წერია ამ ტექსტში აღწერა კირილე ბესანიელმა რატო წერია ბესანიელი იმიტომ რომ ეს არის ქალაქი სკვითოპოლისი ეს არის
ბიბლიური ქალაქია, ბეთ-შეანი, ესე ქვია, ბეთ-შეანი. დღესაც ესე ქვია, სხვა შორის დაუბრუნდა ძველი სახელი და რაღაცა პერიოდში სკვითები ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, ხომ სკვითებს აღარ გავაგზავნებ საუბარს, სკვითოპოლისი ერქვა, ამიტომ სკვითელთა ქალაქი, ანუ ბეთ-შეანი დღეს ესე ქვია. რომელი იყო ხუცესი ლავრისა, დიდისა, მამისა, ჩვენისა საბაისი. ნუ ამ კვირილეზე ჩვენ ცოტა ხანი ვისაუბრეთ მაშინ. ამიტომ ეხა არც კირილეს სკვითოპოლელზე აღარ გავჩერდები. ოღონდ აი ეს კი უნდა წაგიკითხოთ, რა უწერია ექვთიმე დიდის ცხოვრების ბოლოში. ანუ როგორი წერებოდა ეს წმინდანთა ცხოვრება და ამას პირდაპირ აქვს აღწერილი ეს გამოცხადება და სხვებს არ აქვს, მაგრამ აი ეს ღვთივ გამბრძნობილი ტექსტები აი ესე იწერებოდა. ყველა როგორც ახლა წაგიკითხავთ, მეჩვენეს მე წმინდა ექვთიმე და წმინდა ექვთიმე დიდი და საბა ერთად გამოეცხადნენ კვირილეს. მას წმინდამან რქვამას წმინდამან საბა, ეს იგი საბა უნდა მე გამოტოვებ ამ ტექსტს ამოკლებ ხა. საბამ უთხრა ექვთიმეს. შენ მიეც მამაო მადლ, ეს იქ საქმე ის არის, რომ ამას შეგროვილი აქვს მასალები და ვერ წერს ეს ფოლიანტები ყველაფერი შეგროვებული აქვს სხვადასხვა მამების მოთხრობები, მაგრამ ვერ წერს. და ეუნება ეს. საბა ეუნება ექვთიმეს, რომ შენ მიეც მამაო მადლ. და ერთში და ანუ დაემორჩილა მას წმინდა ექვთიმე და გამოიხუნა სახლით, ანუ უბიდან ამოიღო ესე იგი ალაბასტრი, ანუ მზეთის ჭურჭელი, ვერცხლისა და ასევე ფუნჯი და შთაყო ამ ჭურჭელში ეს ფუნჯი სამჯერ და შემასვის იგი პირსა ჩემსა და გვანთა იგი ზეცა ზეთივით იყო რაღაცა პირში ჩამიდო ეს ფუნჯი. ხოლო გემუმისი თაფლისა უტკბილეს იყო და ჭეშმარიტად იყო იგი მეცნიერება ის სიტყვათა ღვთისაითა, ვითარ თქვა წინასწარმეტყველმა რამეთ უტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენი უბრალოდ თაფლისა პირსა ჩემსა. მე საკითხული მაქვს თქვენთვის, მაგრამ კიდევ გიკითხავთ. ანუ ეს ზეთი ჩაუდო პირში და ისეთი აი ფსალმური სიტყვები მოაქვს, რომ კბილ, ესე იგი, როგორც აი სიტყვანი შენი უფალს მიმართავს დავითი ტკბილ არიან პირსა ჩემსა, უფრო ის თაფლისა პირსა ჩემსა, სასასა ჩემსა. მაშინ ცან სიტყვებია პირსა ჩემსა და ბაგეთა ჩემთა და მომეცა მადლი და ვიწყე აღწერად პირველად ცხოვრება წმინდისა ექვთიმესი ძლიერისაი. და მერე დაწერა ჯერ ექვთიმეს ცხოვრება და მერე ყველა დანარჩენი. სხვათა შორის ამ გერასიმეს ცხოვრება განსხვავებული აზრი არსებობს. კი არის ცალკე გერასიმეს ცხოვრება, მაგრამ ძირითადად ეს ტექსტები ამოკრებილია სხვადასხვა ამ ექვთიმეს აბაგანწმენდილის ექვთიმე დიდის ცხოვრებიდან იყავს ნახსენები. და აი ცალკე დაწერილი, აი უშუალოდ მან როგორც ცალკე კიდეც როგორც წინა დაწერა თუ არა, ამის შესახებ ზუსტად ვერ ამბობენ მკვლევარები. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე მიეწერება, ჩვენ ახლა ამას წავიკითხავთ და ეს ბოლოს უნდა წავიკითხავთ. და მე ვევედრები მათ რაითა ევედრენ ღმერთსა ჩემთვის, რომელი მოიღეს, ესე იგი, ეს ამბობს ჯერ ექვთიმე, კი არა უკაცრავად კირილეს სკვითოპოლელი და აი ხა ეს ბოლო ჩანართი არის საოცარი. და მე გლახაკი აღწერილი ამისი ქართული ენითა. და აი ხა მთარგმნელის სიტყვებია ჩამატებული. მე გლახაკი და უღირსი, აღმწერელი ამისი ქართული ენითა. ვევედრები უფალსა ლოცვითა ამით წმინდათა ისა, რათა დამაწყვეტოს ნაწყვეტი ერთი ამზეთის. გულსა ჩემსა სადიდებელად სახელისა მისსა, რომელსაც ჩვენის დიდება უკუნთი უკუნისამდე ამინ. ეს არის ექვთიმე დიდის ცხოვრებიდან და ჩვენ ახლა გადავდივართ წმინდა ჯერასიმეს ცხოვრებაზე, რომელიც აი ამ კირილეს სკვითოპოლელის დაწერილი არის სინამდვილეში, რა თქმა უნდა. და აი ჩვენი თარგმანი, რომელიც სახელით არ ვიცით, მისი თარგმანია ქართულად და ვიწყებთ. ესე ბრწყინვალე წმინდაი მამაი ჩვენი ჯერასიმე იყო ქვეყანით ლუკიაით ეს არის წმინდა ნიკოლოზის სამშობლო, ქალაქი მირონიდან არის წარმოშობით. გერასიმე ლუკიის მხარის დღეს არსებობს ეს ესე იგი დღეს არსებობს თურქეთში ესა
და შეიწირა იგი ღმრთისა სიყრმისგან, ბავშვობიდანვე მშობლებმა შეწირეს ღმერთს. გერასიმ. რამაც სიყრმისგანვე იყო მონასტერსა შინას და ზოგადცხონებულთა თანა. ზოგადცხონებული ნიშნავს საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერს, მე ეს მიხსენებია და მithkomს რას ნიშნავს. და ისწავებდა მაშინა კეთილსა მონაზვნებასა და აღორძინდებოდა თავიდანვე მოკლედ სხვა ბერებთან ერთად ცხოვრობდა. არსებობს ეს ზოგადცხონებულთა მონასტერი, ანუ ერთად ვინც ცხოვრდებიან ზოგად ანუ ერთად და არსებობს კიდევ განდეგილები, რომლებიც ცხოვრობენ გამოქვაბულებში. და აღორძინებოდა და განწმდებოდა და აშრომებდა თავსათვისა მარხვითა და ღვაწლითა დიდითა და ჟესთასა მისა იყო მორბედ და ისწრაფთა რათა მიიღოს სათხოველი გიზესკნელი. უფრო მეტი უნდოდა ვიდრე საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერში ცხოვრება სხვებთან ერთად და უფრო ის მოსწრაფე იყო მორბედი და ისწრაფთა რათა მიიღოს სათხოველი გიზესკნელი. ზესკნელი ანუ ქვესკნელი ხო არის ჯოჯოხეთი ხო და ზესკნელი არის ზეცა ანუ სასუფეველი ცალთასა. ხო, დასაბამსა შეაპყრა თავი თვისი უდაბნოთა და ბოლოს წავიდა იგი განმარტოვდა უდაბნოში და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან მცენარეებს ჭამდა მარტო და ბრძოლანი მრავალნი ეშმაკთა მიმართ. ბევრი ბრძოლა ქონდა, ეს ვიცით ჩვენ სხვადასხვა მამების ცხოვრებიდან, რომ როდესაც მარტო იწყებს ადამიანის ცხოვრებას, ეშმაკები მოკლედ თავს ესხმიან. და შემდგომად მრავალთა წელთა და შიშვლობათა მოიღო ძლევაი და შეუდგინა თავი თვისი სიყვარულსა ღვთისასა. ბევრი წელი გაატარა ესე და მოიხვეჭა ეს მადლი, სულიწმიდის მადლი და იწყო აღორძინებოდ კეთილითი კეთილად და უკვე გადალახა რაღაც ეს პირველი ეტაპი ეშმაკებთან ბრძოლაში. ამისა შემდგომად მოვიდა იერუსალიმად. აი, როდესაც ეს ერთი პირველი პერიოდი დასრულდა, ჩამოვიდა უკვე ჩამოვიდა იერუსალიმში. დემრე ესე ქვია ამ ქალაქს დღეს მირონის, ეს არის სამხრეთ აღმოსავლეთი, არა სამხრეთ დასავლეთი თურქეთი და იქიდან შემდეგ ჩავიდა იერუსალიმში. და თაყვანისმოთ მათ ადგილთა ქრისტესთან. და მერმე შევიდა იორდანეთ და იქცეოდა უდაბნოთა იორდანე გადალახა და უდაბნოში წავიდა და ნახეთ აქ სიტყვა არის არა ჩვეულებრივი ქართულად იქცეოდა უდაბნოთა ზღვამკვდრისათა. მკვდარი ზღვა? ზღვამკვდარი, ესე აქ ამას ქართულად ნათარგმნი. ზღვამკვდარი. და შეეპყრა იცით ეს რა ზღვაც არის, ხო, გადმოცემით. ეხლა არსებობს რა თქმა უნდა ესა და ნუ რაღაც სამკურნალო მარილები და ძალიან მარილიანია წყალი. და გადმოცემით სოდომი და გომორი დაიქცა. იმერე ის წყალმა დაფარა. ეს ადგილია. ესე ამბობენ. და შეაპყრა თავი თვისი განგებასა მძოვართასა. მძოვრები ეს ერთ-ერთი ფორმა იყო მოღვაწეობის, ვინც მარტო ბალახებით იკვებებოდა. და ამან წმინდამან ჯერასიმე განანათლა ყოველი უდაბნო იორდანისა, განანათლა ეს უდაბნო. აი ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა გააკეთა ამ უდაბნოებში. უდაბნოს ამაღორძინებლად ითვლება უდაბნოებში, ბაღებს აშენებდა და რაღაცა მივალთ იქამდე და მოგიყვება. და განაცხადა და განცხადნა სათნოება მისი ყოველ სამოს ქვეყანასა. გაავარდა ხმა, რომ ვიღაცა დასახლდა და ხეხილი, უცნაური ჯიშის ხეები, მოკლედ ეს სადაც გაჩერდებოდა, ვარამ გეტყვით, ესე იგი ამ 60-ით რწყავდა ამას, რაღაც ახერხებდა წყალი შემოეყვანა და მოკლედ ესე იგი ულამაზეს ბაღებს აკეთებდა. და შემდეგ უკვე თავის მოწაფეებს როდესაც აგზავნიდა, იმათაც იგივე დავალება ჰქონდათ, რომ ყველას აი ამ ესე იგი ყველას უნდა გაეშენებინა ეს ბაღები. და ფაქტიურად ეს უდაბნო 60-ით აქციეს. ამის შესახებ ბოლოში კიდე ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ აი ამ ბაღების შენებაზე. ამიტომ ახლა გავაგრძელებთ. და იყო იგი მოსწრაფე, რათა მოიგოს სიწმინდე გულისაი და სიყვარული ღვთისაი და ესე ვითარიცა სიბრძნით და კეთილითა. განსწავლა თავი თვისი და ფრიად განუწმინდა გული სიტყვაი თვისი ღმერთსა. ესე იგი სულ შინაგან
სიწმინდეზე შრომობდა, რომ აი ეს ბოროტი გულის სიტყვები საერთოდ აღმოეპყრო. და განამდიდრა უდაბნო იგი იორდანისა და იქ იგი მოცულ ღვთისა მიერ და შექმნა მას ადგესა ლავრაი დიდი საშუალო მისა მონასტერი. ესე იგი ამ გერასიმემ ასეთნაირი შრომით და ლავრა ნიშნავს მონასტრების გაერთიანებას. და ესე იგი დიდი ლავრა შექმნა, გერასიმეს ლავრა ესე ეწოდება და შუაში კი საშუალო მისა მონასტერი უკვე აი ის ჩვენ რო ვახსენეთ საერთო საცხოვრებლის ტიპის ზოგაცხონებულთა მონასტერი, შუაში კი იყო მონასტერი, სადაც ბერები ერთად ცხოვრობდნენ და გარშემო ვისაც უფრო მეტი მოღვაწეობა უნდა და აგზავნიდა ხოლმე და სხვადასხვა ადგილებზე დასახლდებოდნენ, ეს იყო ლავრა. და უბრძანა მათ. რათა ახალმონაზონი იყოფოდნენ მონასტერს სამაშინა და ისწავლებდნენ საქმესა მონაზვნებისასა. ვინმე რომ მოვიდოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა რომ გერასიმესთან ლავრაში ეცხოვრა, ჯერ აი ამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ მონაზვნობას. და ხოლო სრულნი იგი, ანუ ვინც უკვე წარემატებოდა აი ამ საქმიანობაში, მოღვაწეობაში, რომელნი იგი საქმესა ზედა ღვთისასა, რომელთა შეუდგინეს თავნი მათი შრომასა ნებითა მათითა, ისწრაფდეს აღსვლად ღვთისა და დაამკვიდრნა იგინი ქვაბსა და დაუდო მათ რჯული, რათა თითოეული მათი თვისა დაეყუდოს ქვაბსა თვისა 5 დღე კვირიაკესაშინა. ესე იგი, და ვინც უკვე სისრულეს მიაღწევდა აი ამ საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერში, ამათ აგზავნიდა უკვე ცალკე გამოქვაბულებში მარტო რო ყოფილიყვნენ, 5 დღე უნდა ყოფილიყო გამოქვაბულში და შემდეგ უკვე ჩამოვიდოდა მონასტერში წირვალოცვისთვის. და ეს 5 დღე არაი ჭამოდის. გარნა პური ხოლო და დანაკის კუდი და წყალი სმათ. ესე იგი, მათ ატანდნენ აი ამ მონასტერში გამოქვაბულში განმარტოვებულებს მარტო პური ცოტა, დანაკის კუდი, ანუ ფინიკი და წყალი. მეტი არაფერი რა. ხოლო დღესა შაბათსა მოვიდოდნენ ეკლესია და ეზიარდნენ საფრთხოსა საიდუმლოსა და მიიღონ საზდელი მონასტერსამაშინა და ჭამოდიან წვენი და მცირედნი ღვინისაგანიცა, რაითა ყოველთა ერთბამად განათიოდიან ღამე, იგი უძილოდ, ვიდრე განთიადნენ კვირიკესა ფსალმუნებით და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდნენ, ფსალმუნებს გალობდნენ, შაბათი დაღამდებოდა და კვირა რო გათენდებოდა, ეზიარებოდნენ, ცოტა საჭმელს ჭამდნენ და ცოტა ღვინოსაც აყოლებდნენ აი აქ. და მერე ისევ მიდიოდნენ თავთავიანთ გამოქვაბულებში და ისევ ეს 5 დღე აი ამ პური, ფინიკი და წყალი მხოლოდ. და არავინ იყო მათგანი, რომელმაც აღანთო სანთელი სენაქსათვისა, ყოვლად გინა თუმცა შექმნა წყალი თბილი, გინა გამცა წვენი. ესე იგი, და ამათ აკრძალული ჰქონდათ გამოქვაბულში სანთლის ანთება, წყლის გათბობა და წვენის გაკეთება თუ რაღაც. მოკლედ აი ეს არ შეიძლებოდა და არალას მოიგებდეს და ეყნეს იგი მდაბალ ყოველსაშინა საქმესა ძლეს ვნებასა. აი ვნებებს, სხეულის ვნებებს ასეთნაირად ებრძოდნენ ესენი. და დათრგუნეს ნაყროვანება და არათუ ესოდნენ ხოლო არამედ ვნებაიცა სულისა, მარტო ნაყროვანება კი არა, სულის შიგნით ვნებები, აი ყველაფერი დათრგუნეს ასეთნაირად, რომელნი არიან შფოთნი და გულისწყრომანი და სიცხარენი და დავიწყებანი. და განცდეს გულის სიტყვათა მათა ყოველსა ჟამსა და ყოველსა მეცნიერებასა, რომელი ამაღლდების მეცნიერებასა და საფრთხოსა. აი ასეთნაირად მოღვაწეობდნენ მოკლედ. და ესრეთ ამბა ჯერასიმე ასწავებდა მათ და განუგებდა და უძდოდა ვითარცა წყემსი უძღოდა. როგორც წყემსი, ისე წყემსავდა ამათ სუსაქმის კურსში იყო, ვინ როგორ ცხოვრობდა იქ და როგორ. და შეკრიბნეს დაიცვას სულნი კაცთანი სოფლისაგან და წარუდგინეს იგი ღმერთს. აი ესე წარუდგინა ამ ადამიანების სულები ღმერთს. და იყო წმინდა ჯერასიმე უბიწო და მხურვალე ყოველსაშინა სათნოებასა და ზეამაღლდებოდა სულით ანგელოზთა თანაიყოფი. აი ესე იგი, ეს თვითონ კი ეს გერასიმე ანგელოზებთან ერთად იყოფოდა, ესე იგი იმყოფებოდა მისი სული. და იყო მოსწრაფე, რათა მოიზიდნეს მრავალნი სოფლისაგანი ზეცად.
ამით განგებით, აი ასეთნაირი წესის ცხოვრების წესით უნდოდა რომ მრავალი ადამიანი მოეზიდა და ზეცას, ესე იგი უფლისათვის წარედგინა. და ხოლო რაჟონს მამანი ცხონდებოდეს ნებისაებრი მისის ანუ ესე რომ ცხოვრობდნენ. ეხლა ესე უსაქმოდ ხო არ იქნებოდნენ. ეს ეხლა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ხო ვიცით ეს და ეგვიპტელი მამებისგან კალათების წნა, ესე იგი პალმის რბილი, ესე იგი აი რომ იზრდება ეს პალმა შიგნით არის ეს რბილი, სანამ გამაგრდება ეს მე ხესავით, ნუ ძალიან მაგარია და აი სანამ ეს რბილი არის იწნება იქიდან კალათი. და თითოეულ მათგანმა მოიღეს ნაკმარი მათი კვირიაკეთი ეკლესია და კვირას ჩამოიტანდნენ ხოლმე რა კალათები დაწენეს. ხოლო დღესა კვირიაკესა მიმწვს მიიღიან სახმარი მის კვირიაკისა პური და ფინიკი და კოკიჩაწყალი და წარდგნენ თითოეული სენაკად. და კვირას რო ჩამოდიოდნენ ამ წირვაზე ეს კალათები ჩამოქონდათ და სამოგიეროდ მერე მიქონდათ საღამოს პური, ეს ფინიკი და წყალი დოქით. და იქნეს მკვდარ სოფლისაგან, ხოლო ღვთისად, ხოლო აი სოფლისათვის მკვდარნი იყვნენ, მაგრამ ღმერთისათვის ცოცხლები. და არავის მათგანს აქვთ ასენაკს ამაშინა სახმარი რაიმე ამის სოფლისა. თვინი ხოლო მისა, რომელი ეგების ერთი პალეგავატი და ფიჩვი მოსასხამი ერთი. ეს პალეგავატი არ ვიცი რა არის, ვერ მოასწარი ნახვა და ფიჩვი არის მოსასხამი. არაფერი ნივთი, არაფერი არ ქონდა. სენაკში შედიოდნენ. ნუ ხა ეს გასაგებია იქ ნუ იქ ცხელა მაინც ამ იერუსალიმში სიცივე მაინც არ აწუხებდა ციცხე უფრო. მაგრამ მოსასხამი ქონდათ ერთი, ანუ მანტია. და კუკული, ანუ ეს თავზე დასაფარული. და იყო სარეცელი თითოეული სამათსა ჭილი ერთი ჭილობი ეფინათ ერთი, ანუ ესეც ალბათ იმ პალმის ტოტებისგან მოწნული და სასთაული ერთი ძველი ჭურჭელი კეცისა. სასთაული, ანუ სასტუმალი, ანუ კეცის, ანუ თიხის ჭურჭელი ქონდათ თავქვეშ. რომელსაშინა ჭამეთ და ბაიე დალბიან. ამაში ესე იგი ბალიშათაც იყენებდნენ. ჭამდნენ კიდევაც აქედან. და ბაიაი დალბიან, ანუ წყალს ასხამდნენ და იმ პალმის ტოტებს იმაში ალბობდნენ, რომ არ გამომშრალიყო, რომ ადვილად და მოეწნათ შემდეგ კალათი. ეს წესი დაუდო წმინდამან, რათა სენაკები მათი იყოს ღებულად, ანუ ჩაუკეტო. და ესე იგი, რომ კარი არ იკეტებოდა შიგნიდან. კარი ქონდა სენაკს, რა თქმა უნდა. ამ გამოქვაბულებს, მაგრამ ეს კარი სუღია უნდა ყოფილიყო, რომ რამე რო ყოფილიყო, რომ ვინმე შესულიყო. და თუ ვისმე რაიმე უნდეს წარდების, არა დააყენონ, ანუ რაიმე თუ დაჭირდება ადამიანს, რომ არ გაუღონ კარი და შევიდეს ღია კარი, ყველამიც რომ კარი ღია. და ცხონდებოდეს იგი ერთგულ და ერთსულ და არავინ მათგანმა თქვას თუ ისად რაიმე სახმარი, არამედ იყვნენ მოზიარე ყოველსაშინა და პირობა ეს იყო, მოკლედ რომ არაფერი ნივთები არ ექნებოდათ რა და ერთხელაც დღესა ერთსა მოუხდეს წმინდა სამას რომელნიმე მათგანის სენაკებისაგან, აი ამ გამოქვაბულებიდან და ითხოვეს მისგან, რათა უბრძანოს და იქ მოდიან წყალი თბილი, ჭამოდიან წვენი და აღანთოდიან სანთელი, რათა იკითხავდნენ ღამით წიგნსა. და ერთხელაც რაღაც რამდენიმე ბერი მოვიდა და უთხრეს, რომ მოგვეციო რა უფლებაო, რომ გავათბოთო წყალიო, წამოადუღონ, შემდეგ წვენი რაღაც მოხარშონ საჭმელი ან წვენი და სუპივით რაღაცა გააკეთონ და კიდე სანთლის დანთების უფლება მოგვეცი, რომ ღამე წიგნი წავიკითხოთო რა. და მიუგომათ ბერმან და რქვა თუ გინდათ უკეთ უგნებავს წყალი თბილი სმათ და ჭამოთ წვენი და იკითხვიდეთ სანთელთა უკვე გიღირს თუ ესე ძალიან გინდათ რაითა იყვნენ ზოგად ცხონებულთა თანა გადმოდით მონასტერში აქა კი ბატონო აქ ხო არის ეს ყველაფერი და აქ იცხოვრეთ იქ რაღა გინდათ კაცო ხოლო მე ცხოვრებასა ჩემსა არა გიბრძანებ ამას არ გაძალებთ ესე იგი მე როგორ ცხოვრობ მე ამას არ გაძალებთ არავინ არ გაძალებთ იქ გამყოფის ცხოვრებას თუ გინდათ ეს ყველაფერი აგერ არის მონასტერი და აქ იცხოვრეთ დავით არცამა ესმე ესე იერიქოს ყოფთა მითანეთ მონაზონი ჯერასიმეს ნაში იერიქონი ქალაქია იერიქო
აი ამ იერუსალიმიდან იერიქოში მიმავალ გზაზე არის ეს მონასტერი. ხო და იერიქოს მაცხოვრებლებს რო ესმათ ესე, რომ ეს არაჭმევს და არასმევს არაფერს ამათ. აშრომებენ თავსათვის და ფრიად, მოართმინდეს მას შაბათსა და კვირასა მრავალსა საჭმელსა. ნუ ესენი იხოცებიან ეს საწყალი ბერები შიმშილი და ყოველ შაბათ-კვირას საჭმელი მოქონდათ. ხოლო რომელნიმე მონაზონთაგანი ამარხებდეს თავდათვისთა და ვითარცა იხი და ნუ ეს ახლა თავისთავად გასახარებელია ხო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც მარხვას ამჯობინებდა და რომ დაინახავდა რომ ეს იერიქონელები მოდიან სოფლიონი მომავალნად ამასოფლისაგანი უნდა სიუტოლოა რამე თუ არა იყო უფრო ის ისათნოება ვითარცა მარხვა ემუცლისაი აი მუცლის ოარი ქართული ანდაზა რომ უცას თუ აქორებ ქორია და აღორებ ღორი აი მუცლის გაქორებაზე უფრო კარგი არაფერი არ არისო და ემალებოდნენ მისგან არ სიწმინდე და დათრგუნვაი გულისწყოთა საზეგელთაი ამუცლის თუ მუცავს მოულის ადამიანი მაშინ აი ის შეძლებს ამ ნებების დათრგუნვას და ძლევა ის სოფლის სასაქმეთაი და მარხვითა ისწავებდეს წმინდისა მამისა ჩვენისაგან და ამ მარხვას სწავლობდნენ მოკლედ გერასიმესგან და იტყოდეს ვითარმე და ამისთვის რამეთუ ზლო გემოსა მუცლისასა და იქმნა სრულ ყოველთა სათნოებით რამეთუ ყოველსა შამსა მოღვაწე თავისთვის იხამს რომელმან ესრეთ დააყოვნა უდაბნოსა იორდანისასა და კვირიაკეთი მარხვირა ხოლო დიდთა მარხვათა დაყნის დღენი 40 უჭმელად ხოლო ეზიარა დღესა კვირიაკესა მიდგანძლიერდის და აი ესე ამბობდნენ გერასიმეზე რომ აი გერასიმემ ფაქტიურად აი ეს მარხვა გაითავისა და ისე რომ ეს კვირაში ერთხელ ხო ჩამოდიოდნენ ეს ბერები ესეც რა თქმა უნდა შეაკითხა მაგრამ დიდ მარხვაში საერთოდ არ ჭამდა არაფერს და დიდ მარხვაში აი ფინიქს და პურსაც არ ჭამდა მარტო კვირაობით ჩამოდიოდა ეზიარებოდა და ამითი გაქონდა თავი და მითხრა მე ამბა კვირიაკოს მძოვარმა ამბა კვირიაკოს ესე იგი კვირიაკე ეს არის ერთ-ერთი მამა რომლის ცხოვრებას სწორედ კვირილემ აღწერა ხო და აი ამ კვირიაკოსმა მითხრაო ვითარმე დოდოს ვიყავ ჭაბუკ მინდა მონაზვნების რაიცა დამკვიდრო უდაბნოსა ჩვენს ახალგაზრდობაში მინდოდა უდაბნოში დამკვიდრება და მივედ ახლა რაღაც ძალიან საინტერესო ამბავს უყვებ ეს კვირიაკოს და მივედ ლავროსაწმინდისა ექვთიმისასა და წმინდათა ხელთა მისთაგან შეემოსა სქემაი ანუ ექვთიმე დიდმა კვეცა და ეს ექვთიმის ცხოვრების ხოჭორს არის ეს ამბავი აღწერილი და მიმავლინა მე წმინდისა ჯერასიმესა და ვითარ არაინება რაითამცა იყო ლავროსამისა ყრმაი შემიწყნა რამე ზოგად ხონებულთა თანა და მიბძანა ესე იგი ძალიან ახალგაზრდა ვიყავიო და მოკლედ მინდოდა განმარტოვებით ცხოვრება და ახალგაზრდა რო ვიყავიო გერასიმემ ნუ ექვთიმემ აღკვეცა და გამოუშვა აქეთ და გერასიმემ არ გაუშვა ეს აი ამ ლავრაში ანუ აი ამ გამოქვაბულებში ესე მარტო საცხოვრებელ და უთხრა რომ აქ ჯერჯერობით აქ იყავი აი ამ საერთაშორისო ტიპის მონასტერში და ზოგად ხონებულთა თანა და მიბძანა და მსახურე და მამებს ემსახურე და დავყავ 5 წელი მსახურებასა შინა მამათასა ხოლო განსრულებასა მე-5 წლისასა თვესა იანვარსა 19-სა მე-5-სა ჟამსა ღამისასა ეს ხა მნიშვნელოვანი რატოა ზუსტად თარიღი აი ნახეთ რომელი განთენდებოდა შაბათი თენდებოდა რა ვიყავ მე მჯდომარე მღვიძარეთ და ვარჩევდი მხალსა მამათათვის აი ამ ბალახს მოკლედ ამ მხალს ამზადებდა რა საჭმელად და მოვიდა ჩემდა წმინდა ჯერასიმე და მქვა კვირიაკოს აღდეგ მალე და შეიმოსე სამოსელი შენი და ცანდალნი შენი ფეხზე ჩაიცვი და შემომიდექ მე გამომყევი სადაც წავალ ხოლო მე მუნთქვასე აღდეგ და შევდექ და ვითარ ჩვენ მივდიოდით იერიქონით კერძო იერიქონის მხარეს წავედით ესე იგი მონასტრიდან ვარქვი ბერსა მამაო პატიოსანო რა არის მიზეზი ჩვენი სამის ზრბისაი სად მივდივართ რატო მივდივართ და მქვა ვითარმე მესამესა ჟამსა ხო მე-5 ჟამი იყო რომ მივიდა ხო და მესამესა ჟამსა ღამისასა ვდეგრაი ვილოცოთ ვიხილენ ცანი განხმული და გამოვიდა მერცით ელოაი ნათლისაი ვიდრემდის მოიწია ქვეყანათ აი ვიხილეთ ცა გაიხსნა და ელოა ჩამოვიდა და დაადგრა მრავალჟամ ვითარ სვეტი ცეცხლისაი დიდხანს როგორც ცეცხლის სვეტი იდგა და ნათობდა ვიდრე ცადნდე
და ვითარ ვერ ცან სახილავ Ეგვიპტე ვითხოვე ღვთისაგან რაითა მაუწყო მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა ამას გერასიმ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და თხოვე ღმერთს რომ გამოეწყებინა და მესმა ხმაზეც და თქვა ესე არის სული წმინდისა ექვთიმესი აღმავალი ზეცად ექვთიმე დიდის გარდაცვალება იხილა გერასიმემ და იქ ჩვენ ექვთიმეს ცხოვრებაში წავიკითხეთ როგორ ჩავიდა გერასიმე და როგორ ფაქტიურად გერასიმემ დაასაფლავა ეს გერასიმე გაუძღვა აი ამ დასაფლავების რიტუალს და იწყო სვეტმან მან რომელმე ჩვენ ახსოვთ ქვეყანით ზეცა და ეს სვეტი რო დაადგა ეხა დაიწყო ამ სვეტმან ზემოთ ასვლა და იწყო და ხმით ამრავლითა გალობითა ვითარ შევიდა ცად და ესე აიყვანეს და ამის გამო ჭეშმარიტად ვითარმით შეისუნა წმინდა მან ექვთიმე აი ექვთიმის გარდაცვალება ესე შევიტყვე რომ აი ამ სვეტმა აიყვანა მისი სული ზეცად და მივედი და თაყვანის ვეცით გვამსამის წმინდისასა და დამარხეთ და მოვიქეცით ადგილად ვეჩვენდა და ვადიდებდით ღმერთსა. აი ესეთი არის მონათხრობი აი კვირიაკოსის. ეხლა გადავდივართ რაღაც ძალიან საინტერესო თემაზე, რაც გერასიმესთან არის ძალიან დაკავშირებული. ამას ჯერასიმეს ღმერთშემოსულს აქვს და მადლი იგი რომელ აქვს და წმინდას ანტონი დიდსა, აი ანტონი დიდის მადლი ქონდა მას. რომელმა ნიხილა თვალითა გულისაითა სული წმინდის ამონის აღმავალისას, იმიტომ რომ ანტონი დიდმა ეს მის ცხოვრებაშია წმინდა ამონის სული როგორ ადიოდა, ის დაინახა და ექვთიმე დიდის სული როგორ ადიოდა, აი გერასიმემ დაინახა. ესრები ამან ნიხილა სული წმინდის ექვთიმესი აღმავალისას თვალითა გულისაითა, გულის თვალით. და ჭეშმარიტად იქმნა ესე სადგურ სულისა წმინდისა და ტაძარ სიტყვისა ღვთისა მამისა და შემწყნარებელ ყოვლის ყოველისა რომელსაც შინა დამკვიდრებული იყო ერთი ღმერთი გამოუცხადებდა მას შორილსა და მახლობელსა ესე ძალითა ღვთისაითა მოიღვაწა და რომელნი იყვნეს ხელსა შინა მისა განსწავლნა და განანათლა ყველანი ვინც ესე იგი მასთან ვინც მოხვდა ეს მამები ესენი ყველანი გერასიმემ განსწავლა და დასთესა ჭეშმარიტი საურწმუნოება ყოველსა უდაბნოსა იორდანისასა და იქმნა ჭურ ჩეუღთისა გერასიმე იორდანელი ამიტომ ეწოდება რომ დინარე იორდანის აი ამ ნაპირებზე აქეთ იქით მოკლედ აი ამან ეს ადგილი აღორძინა და ეს რთო შევედრა სულთვის ღმერთს მშვიდობით და განისვენა და აი ასეთნაირად მოკლედ იბუღაცა და ბოლოს განისვენა აი ამ თავის მიერ დაარსებულ მონასტრში და ეხლა გადავდივართ აი ამ ცნობილ თემაზე ლომს რაც ეხება ლომს გერასიმე იორდანელი ლომის გარეშე წარმოუდგენენ და გვითხრობდეს მოწაფენი წმინდისა მამისა ჩვენისა გერასიმესნი ჯერასიმესნი ვითარმეთ რომელთა დღეთა ერთხელაც იქცეოდა რა მამაი ჩვენი კიდესა იორდანისასა მდინარე იორდანის ნაპირას დადიოდა შემთხვია მას ლომი და კელობდა ფერხითა კოჭოლობდა ლომი შეხვდა რომელიც კოჭოლობდა რამე თუ აღესვა მას ჩნდეი და შეუდგა წყალაი ჭრილობა ქონდა და წყალა ანუ დაუჩირქდა მოკლედ ლომს აქ ფეხი დაჩირქებული დავითარცა იხილა მან ბერი ლომმა ბერი დაინახა მოვიდა მისა და უჩვენებდა ფერხსა რომელიც ტკიოდა და ითხოვდა განკურნებასა ხოლო ბერმან ვითარცა იხილა იგი ესე ვითარცა ჭირსაში და მოვიდა და შეუყრა ფერხი ლომს ამას დაუჭირა ეს თათი და განაპო ადგილი იგი გაჭრა სადა ახსოვილი იყო ჩნდეიგი ეს ხიწვი თუ რაღაცა მოკლედ შეჭობილი რაც ქონდა დაჩირქებული გაუჭრა ეს ოპერაცია ჩაუტარა და გამოხდა სისხლი და წყალაი ფრიადი სისხლი გამოვიდა და ეს ჩირქი გადმოიქცა რა იქიდან დიდი რაოდენობით და განწმინდა წყლული იგი და შეუხვია მჩვრითა და ვითარცა განიკურნა ლომი იგი შეუდგა ბერსა და არა განეშორებოდა და იყო იგი ვითარცა მოწაფე კეთილი რომელს შეუდგნ მოძღვარსა თვისა აი როგორც კეთილი მოწაფე თავის მოძღვარს შეუდგება აი ესე ეს ლომი გახდა გერასიმეს მოწაფე და ვითარ ხო და დადიოდა სადაც დადიოდა გერასიმეს ლომი სულთან დაყვებოდა და იყო ესე საკვირველ რამე თუ მხედცა მას აქვს და ესე ვითარი სიყვარული აი როგორ შეუყვარდა ამ ხელს ეს ყველას უკვირდა რა ხოლო მიერიდან ბერმას ცისმას საჭმელად პური და ცერცვი დამბარე ხო და ნუ ახლა ლომია რა ხო რაღაც
ხორცი და რაღაცა და მარხვაზეა მოკლედ ეს ლომი პური და ცერცვი დამბალი ეს გახდა ამ ლომის საჭმელი. და მამათა რომელნი მყოფიყვნენ ქვაბს ედგა მათ ერთი ვირი. ესე იგი გამოქვაბულებში ბერებს ვირი ყავდათ ერთი რა, ვირი რომთაც წყალი მოქონდათ ხოლმე რა, რომთა მოიგიან წყალი იორდანიდან წყალი მოხდა ეშორა. იორდანე ლავრას ამას ვითან მილიონი ერთი, ნუ არ ვიცი რაღაცა ერთი თუ რამდენიმე კილომეტრი იყო იქიდან ალბათ და ცოტა ნუ ხა ბევრიც არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პირდაპირ იორდანის გვერდზე არ იყო ეს მონასტერი, ხო და მოკლედ უკაცრავად და იქიდან მოკლედ ამ ვირს მოქონდა ეს წყალი. და ეშორა და ხოლო მამათა მისციან ვირი იგი ლომს ამას. ლომს ჩააბარეს ეს ვირი. რაითა აძოებდეს კიდესა იორდანისასა. მოკლედ როცა ამ წყალს ხომ მოიტანდა და მერე რომ ამ იორდანის ნაპირას ბალახი იყო რაღაცა და ლომის მიყავდა ვირი საძოვარზე. და დღეს ერთსა განეშორა ლომი იგი ვირს ამას მცირედ. ნუ რაღაცა რამდენიმე წუთით მიატყვა რა ცოტა. რა უნდა მოსულოდა ეხა რა. გავიდა გაისერნა ეთყობა. და ისე მოხდა რომ მეაქლემე ვინმე მოვიდოდა ბალკნით. ბალკანი ადგილია. მოკლედ ვიღაც მეაქლემე მოდიოდა დაინახა ვირი უპატრონოდ. და წარაძო, წაიყვანა. ხოლო ვითარ წარწყმიდა ლომან ვირი იგი მოვიდა ფერისამ წუხარეთ ფრიად. დაკარგა რა ვირი რა. მოვიდა შეწუხებული ძალიან ეს ლომი. და ვითარცა იხილა ბერმან გონებდა ვითარმეთ შეჭამა ვირი იგი. ამ ეხა ხო გერასიმე ღვთისმგამბრძნობელი მამაა და წესით ყველაფერი უნდა ცოდნოდა, მაგრამ აი ესეც უფალმა დაუშვა, რომ ეგონა რომ ეს ვირი შეჭამა რა. ვეღარ მოიწფინა შეჭამა. და რქვა მას ბერმან. ხო და ვითარმეთ და ხოლო ლომი იგი დგა და ქვედა იხედვიდა ვითარცა კაცი შეწოდებული თავი ქონდა დახრილი ამ ლომს. დამნაშავე რა. და რქვა მას ბერმან. სადა არის ვირი? და ვითარ დუმნა ლომი იგი დუმნა აბა ეხა ხო არ დაუწყებდა ლაპარაკს. რქვა მას ბერმან ამისთვის რამე თუ შეჭამე ვირი კურთხეულ არს ღმერთი რამე თუ მისცილ მსახურებდა მამათა და იქმოდი რასა იგი ვირი იქმოდა. და რადგან ღვენინეს ეს ვირი შეჭამე აი ღმერთის ნებით გაძლევ ესეთ ლოცვა კურთხევას ამ მამებთან მიხვალ და მოემსახურები როგორც ვირი ემსახურებოდა მათ. ხოლო მიერ დღიდან მამათა გარდაკიდიან ლომს ამას მაშფალაი, ანუ ამ წყლის ჭურჭელს გადაკიდებდნენ, შთადგიან მაშინა 4 კოკაი, ანუ ხურჯინი, 4 კოკა და მიდიოდა ეს და მდინარეში იორდანეში თვითონ ახსებდა ამ ჭურჭელს. და მოქონდა ვითარცა უბძანა ბერმან, ანუ გერას. დღეს ერთსა მოვიდა ვინ კაცი ვინმე ბერისა და იხილა ლომი იგი ვითარ წყალსა იღებდა. და აუწყა მამათა საქმე ის ვიღაცა ნახა რომ ეს ლომი მიდის ეს ხურჯინიანა ჩადის წყალში ავსებს ამ კოკებს და ამოდის წვალობს რა. და შეეწყალა იგი კაც ამას და მისცა ბერსა 3 დრაკანი ფასად ვირისა და განათავისუფლდა ლომი იგი მონებისა. ეს რა არის უთხრა რა. აჰა ფული თუ ისო 3 დრაკანი იყიდეთ ახალი ვირი და ამ ლომს დაანებეთ თავიო რა. მოკლედ გავიდა რაღაც რო და მეაქლემე იგი მოვიდოდა ბალკნით, ისე ვინ ბალკნიდან მოდის და რომელმან წარაძო ვირიგი და აღვიდოდა იერუსალიმად და ყვანდა ვირიგი მისთანა და ვითარცა გამოვლო იორდანეი და შემთხვია მას და მოდის ახლა ის იერუსალიმში ეს ბერი. და შემთხვია ლომი. ხოლო მან ვითარცა იხილა დაუტევა აკლემნი და იუტოდა. რომ დაინახა ეს ლომი ვირი მოყავს და ეს ლომი დაინახა და დაუტევნა ესე იგი აკლემნი და იუტოდა გაიქცა. ხოლო ლომან იცნა ვირი იგი და მივიდა ზრბით და შეუყრა საბელი მისი კბილითა. ვითარ აქვს ჩვეულებაი და მოაძო აკლემიტურთ მონასტერს. წამოიყვანა ეს აკლემებიც ვირის იმითი, რა ქვია, ამ საბელით, კბილებით მოკიდა და მოიყვანა მონასტერში. და იყო მხიარულ ფრიად. რაჟამს პოვა ვირი იგი, ლომი გახარებული მოკლედ, მოვიდა, იპოვა ეს ვირი. და ვითარცა მოვიდა ბერისა ცნა ბერმან, ვითარმეთ უსამართლო უყვეს ლომს ამას. და დასდომეს სახელი იორდანე.
და ნუ გერასიმე მიხვდა რომ უსამართლოდ ჟიდენ ამას რა ჯერ იყო და ვიღაც კოსმოპოლიტ გამოისყიდა და ეხლა ესე და სახელი დაარქვა იორდანე ლომს და დაყო 5 წელი ლომონოს ბერისასთან განუშორებლად აი ამის შემდეგ გერასიმეს სიკვდილამდე 5 წელი იყო ლომმა გაატარა გერასიმესთან ლომმა რომელსაც ერქვა იორდანე დავით არ შეისვენა წმინდამან მამამან ჩვენ ვარ გვარდაიცვალა გერასიმე და მივიდა უფლისა და დამარხეს იგი მამათა და განგებით ღვთისაით არა იყო ლომი იგი მუნ მოკლედ გერასიმე გარდაიცვალა და დაასაფლავეს და ლომი ღვთის განგებით იქ არ იყო და შემდგომაც ცირათა დღეთა მოვიდა მონასტერს ლომი და იწყო ძიებად ბერისა და მოვიდა ლომი და დაიწყო ხეძებს ამ გერასიმეს და რქვა მას სამბატიოს ერთ-ერთმა ბერმა ამბა მამა სამბატიოსმა რომელი იყო მოწაფეი ბერისაი ანუ გერასიმეს მოწაფე იორდანე დაგვიწევნა ჩვენ ბერმა ნობლა და მივიდა უფლისა არამედ მოვედა ჭამე და არაინება ლომმა ჭამა არა მოინდომა არამედ სისწრაფით იხედვიდა იქი და აქა რაითა იხილოს წმინდა ბერი იგი მისი და იწყოს ზარხლად დიდი თახმითა ძიებად ბერისა ბრდღვინავს ეს ლომი და რაღაცა დიდი ხმით ღრიალებს რა ეძებს გერასიმეს ხოლო სამბატიოს და სხვანი იგი ბერნი ხანდეს ზურგს ამისა და ეთქვა ზურგს ხანდენ ესე იგი როგორი სიტუაცია წარმოიდგინეთ რა წარვიდა მამაი ჩვენი უფლისა და დაგვიწევნა ჩვენ დავით არც იგი ამას ეთყოდეს და მრავალსა ესევით არ სიტყვას ხოლო იგი არა დასწრებოდა არ ზურგის ფხანამუშველა და არც არაფერმა და მოასწავებდა ხმობა იგი მის და ხედვიდა თვალით ამისა დიდ სამწუხარებას რომელი შეემთხვია და რაჯამს არ აპოვა წმინდა იგი ბერი მაშინ გვარქვა ამას სამბატიოს ეს ნუ არ გაჩერდა რა და წამოდიო თუ ჩვენი არ ჯერა გაჩვენო სადა დავმარხეთ ბერი იგი და წარიყვანა და მივიდეს საფლავად ბერისა ანუ გერასიმეს მაშინ დადგა სამბატიოს ზედა საფლავსაც წმინდისა მამისა ჩვენისასა და რქვა ლომს ამას აკა ხმარხავს მამაი ჩვენი აი აქ არის დამარხული და მუხლი მოიდრიკა სამბატიოს საფლავსა ზედა მამისა ჩვენისა გერასიმესი ტირილით დაიჩუქა და მეტანია გააკეთა ამ სამბატიოსმა დაიწყო ლომან მან უხდა დრეკად ქვეყანასა და სცემდა თავსათვის საფლავს ამას ესეც დაიჩუქა და თავს ურტყამს ამ საფლავს ეს ლომი და იზრახთა ფრიად და ესრეთ მუხტა ზედა საფლავს ამას ესე ყოველი რომელი ყვა ესე იყო ეს ამბავი მოკლედ ამ ლომმა დაიჩუქა იქა და ურტყა ეს თავი სანამ არ მოხდა და ეხა ნახეთ რას ამბობს ეს კირილე აი ეხა მივოდიქით აი თემას მე რო თავიდან გითხარით ეს 68 აქცია რა იორდანე რა იყო ეს რატო რა მოქმედება იყო არათუ ლომს ამას აქვს სული მეტყველი ანუ ადამიანის სული კი არ ქონდა ამას არამედ ინება ღმერთმან რათა ადივნეს მადიდებელნითვის ნუ ეხლა ბერები გულისხმება და პირველ რიგში გერასიმე არა ხოლო თუ ამის ცხოვრებას არამედ შემდგომაცა სიკვდილს ანუ მარტო აქ კი არ იყო განდიდებული გერასიმე არამედ სიკვდილის შემდგომაც აი ასეთნაირად ნახეთ და რათა გვაუწყოს ჩვენ ვით არ იგი ადამს დამორჩილებულ იყვნეს ხეცნი ვიდრე არა და გარდასრულ იყო ცნებასა და არა გარდუმლ იყო სამოთხით როგორ ესე იგი რა იყო აქ დანიშნულოვანი რომ ამით ჩვენ ღმერთმა გვაჩვენა თუ როგორ ემორჩილებოდნენ ადამიანს ცხოველები ვაჩორის იგივე ლომები სანამ ცოდვას ჩაიდენდა და აი ეს სამოთხეც ანუ ეს ხეხილს რო აშენებდნენ ესეც სამოთხის მოსაგონებელი იყო აი ეს ფაქტიურად ამ მამებმა თვითონ თავიანთი მოღვაწეობით ნამდვილ სამოთხეთ აქციეს აი ეს უდაბნო და ეს ლომი იყო დაგურგვინება ამ საქმის ნუ აქ მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო რომ მე
პირდაპირ აი მონაწილე ვიყავი ამ მოვლენების. ეს იყო 1988 წელი, როდესაც საპატრიარქო, ეხლა სადაც არის საპატრიარქო, ეს შენობა გადაეცა ეკლესიას. იქ იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ხელოვნებაცოდნეობის ინსტიტუტი ორი რამ და ხომ მე დეტალებს აღარ მოვყვებით, ცალკე თემაა კიდე ძალიან საინტერესო, მაგრამ მოკლედ გადმოვიდა პატრიარქი იქ საცხოვრებლად. ადრე იყო კიდე პოლიციის სამმართველო. რა გითხრათ, ეგეთი გახრიოკებული, ეგეთი აი არაფერი საინტერესო რო არ არის რა. ეხა ხო ობეა გარშემო ეს გალავანი და არაფერი, რაღაც აი ბინძური რაღაც ესეთი ეზოზე მაქვს ლაპარაკი. ისიც თვითონ შენობაც, მაგრამ ეზო. მე არ ვიცი, აი მე რო ის მახსოვს რაც იყო და ეხა რაც არის. აი დაუჯერებელი ამბავია, სრულებით დაუჯერებელი ამბავია. თანდათანობით ამ პატრიარქმა, ჩვენმა პატრიარქმა ეს ხო შემოვალო გალავანი და იქით აი თუ მოგიხერხდებოდა შემოხვალთ. ისეთი მცენარეებია იქ გაშენებული. როგორი რუდუნებით, სადაც უცხოეთში მიდიოდა, ყველგან რაღაცა ჩამოქონდა მცენარე, 300 წლოვანი ზეთისხილის ხეები გადმორგეს. შემდეგ, ყვავილებზე აღარა მაქვს ლაპარაკი. მაინდა-მაინც ხეხილიც კი არ იყო მთავარი. აი ძალიან საინტერესო მცენარეები, ძალიან საინტერესო ხა. ამაზე კიდე ცალკე შემიძლია ვისაუბრო, რა მცენარეებია იქა. აი ნამდვილი სამოთხეა, მოკლედ. აი ამ შუაგულ ქალაქში და აი მხრიოკ ადგილას, რასაც მე გეუბნებით, აი როგორც ტყეში ისე შეიძლება დაიკარგო ეხლა რა. ისეთი ადგილი იქ სენაკი აიშენა პატრიარქმა და გამერჩებოდა ხოლმე იქ შიგნით. აი უცებ კი ვერ მიხვდები სად არის ეს ყველაფერი. გასაოცარი რაღაცა და ეს კი არა მარტო. ამის შემდეგ ზამთრის ბაღი ეგრეთ წოდებული გააკეთა მესამე სართულზე, ერთი დიდი ოთახი დაუთმო და იქ ზამთრის მცენარეები, ანუ ზამთრის კი არა, სითბოში რომ უნდა იყოს ისეთი მცენარეები, სიცივეს რო ეროწნებს. მოკლედ ეგეთი ამბები. შეისვენა წმინდამან მამამ ჩვენმა გერასიმე თვესა მარცა 4-სა მეფობასა ზენონისასა პირველად, ხოლო ბასილიუს და სტეფანე მიითვალეს გაგება მის ადგილის, საიდან შემდგომად 6 წლის აღესრულეს. ბასილიუსი და შემდეგ სტეფანე იყოს წინამძღვრები ამ მონასტრის და ესენიც მე გარდაიცვალენ და შემდგომად მათსა ევგენიუსი და უძღოდა სამწყოსამოსა 45 წელი და 4 თვე, 45 წელი და 4 თვე უკვე ერთი წინამძღვარი ყავდათ ევგენიუსი. ვითარცა ღმერთსა უყვარს და გარდაიცვალა 16 აგვისტოს გარდაიცვალა ეს ევგენიუსი. უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა დიდებაი და პატივი და თაყვანისება უკუნისამდე და უკუნისამდე. ამინ. გერასიმეს წმინდა ნაწილი ჩვენ გვაქვს ტაძარში და ისეთ სანაწილეშია, რომ ეხა ეს აქეთ აღარ გადმოვაბრძანე, მაგრამ ძალიან პატარა ნამცეთ. საქმე ის არის, რომ დაკარგულია საერთოდ ეს ადგილი. და ძალიან იშვიათია წმინდა გერასიმეს წმინდა ნაწილები, როგორც ჩანს არის და ჩვენ გვაქვს პატარა ნამცეთი. ხოსე მუნიოს კორტესი იოსები, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის მირონდინარე ხაზს აატარებდა მონრეალის ხაზს, ის აგროვებდა წმინდა ნაწილებს, ის ადრე კათოლიკე იყო, დადიოდა და აგროვებდა და ძალიან ბევრი წმინდა ნაწილი ჰქონდა და მე მისი ახლობლებისგან შევხვდა რამდენიმე წმინდა ნაწილი, დიდი ხანია ჩვენთან არის და ერთ-ერთი არის წმინდა გერასიმეს. და აი ეს სპეციალურად აი ლევანდელი დღისთვის, სერნობისთვის თხოვე მხატვარ დათოსულაკაურს. აი ნახეთ, მე ესეთი კარგი ხატი მართალი რო გითხრათ არც მინახავს გერასიმეს. აი როგორია ნახეთ. ლომი როგორ უყურებს გერასიმეს. და აი გერასიმესთან კიდე ხე ეს არის აი ეს უდაბნოში გაშენებული სამოთხის ნიშანი. ლომი და ეს ხე. აი ესეთი. და ეს ხელები განსაკუთრებული. ამ ხატს ალბათ ამ ხელზე უნდა ემთხვია. აი ეს არის ცოტა გამოსახულებაა სხვა შორის გერასიმესი ცოტა და აი დავითმა ესე დავითი არჩილი ეს ნამდვილი სახელი ლოკალური. ხო, კიდე ეს უნდა გაჩვენოთ ნახეთ. ლომს სახელი აწერია. აი იორდანე ერქვა ლომს. აი ეს არის ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული ცვილის აღება. და
და ესე რამდენიმე დღეში დაიწერა საგანგებო დღევანდელი დღისთვის. და მე გადავდივარ კიდევ ერთი წმინდანის შესახებ უნდა გესაუბროთ. ახაც ბევრი არაფერი ვიცით მაინდამაინც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია. ამის ხსენება არის 4-5 მარტია, ეს ზუსტად ეგეც არ არის ცნობილი. ეს არის რომის პაპი. რომის პაპი წმინდა ლუციუსი, ანუ პაპები არ ერქვათ მაშინ ეს ბევრჯერ მithქვამს, 254 წელს აღესრულა ლუციუს პირველი. ლუციუს პირველი რომის ეპისკოპოსი. მამის სახელია ცნობილი პორფირი თუ ლუცინი ლუკადან. აი ესეც არ არის ზუსტად ცნობილი და რომის პაპი კორნელიუსი რო გარდაიცვალა, მის მერე ავიდა იგი რომის კათედრაზე. ეს კორნელიუსი იმპერატორმა ტრებონიან გალიუსი ამ იმპერატორმა 251-13 წლებში იყო დეციუსის შემდეგ და ამან გადაასახლა ეს კორნელიუსი და ამის შემდეგ იყო არჩეული უკვე ლუციუსი და ზუსტად არ არის ეგეც ცნობილი, მაგრამ გონი 8 თვეზე ნაკლები იყო რომის პაპი, ცოტა ხანი იყო ძალიან და ესეც მალევე ლუციუსიც გადაასახლეს, რა აირჩიეს, ძალიან მალე გადაასახლეს, თუმცა დიდხანს არ იყო ეს გადასახლებაში, იმდენად რომ წმინდა კვიპრიანე კართაგენელის პერიოდია ესა და წმინდა კვიპრიანე მას მიულოცა რომის პაპად არჩევა და უკან დაბრუნება ერთდროულად, ესე იგი ეს წერილში. და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა ესე მალე, იმიტომ დაბრუნდა გადასახლებიდან, რომ ეს ტრებონიან გალიუსი მოკლეს. ჩამოაგდეს და მოკლეს და იმპერატორი გახდა ვალერიანი. აი ეს ვალერიანი თავიდან შემწყნარებელი იყო ქრისტიანების მიმართ, მობიერი იყო. მაგრამ ესეც აი ხო გონით დეტალებიც კი არ არის ცნობილი. ეს კვიპრიანი კართაგენელი წერს, რომ ეს იყო პაპი მოწამე და აღმსარებელი, კონფესორი, ესე სიტყვა ნახმარი კონფესორი, აღმსარებელი. და ადარებს ბაბილონელ ყრმებს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იმაში ღუმელში შეყარა, აი ესე იყო გადასახლებაში, როგორც ღუმელში დაბრუნდა და შემდეგ დაბრუნდა და ღმერთმა დაიფარა იგი, რომ აი ამ ანტიქრისტეს მომავლე ანტიქრისტეს სულისაგან გაემხნევებინ, დაეცვა ქრისტიანები. აი ბოლო ჟამში, იმიტომ რომ კვიპრიანე თვლიდა, რომ ბოლო ჟამია, ესეთი ამბები ხდებოდა. და ამბობდა კიპრიანე, რომ ლუციუსის უკასრავად, ლუციუსის დაბრუნება ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა სახეა. და მალე მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლა. და კიდევ რა არითი გამორჩეოდა ეს ლუციუსი, რომ ნოვაციანების სქიზმა იყო მაშინ და აი ამის წინააღმდეგ გამოდიოდა და კიდევ ეს იყო მომხრე, სხვათა შორის მე ბევრჯერ მისაუბრე ამაზე, რომ აი დევნილობის დევნის ჟამს ქრისტიანები ვერ უძლებდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო და უარყოფდნენ ქრისტეს და აი მერე ამათი შეწყნარება როგორ უნდა მომხდარიყო, იყო აზრი, რომ საერთოდ არ შეიძლება და ეს იყო მომხრე იმისა, რომ აღსარება ეთქვათ, ეპიდემია შეესრულებინათ, მაგრამ ეკლესიაში დაბრუნებულიყვნენ. როგორც მოგახსენეთ, იმპერატორი ვალერიანი თავიდან კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანების მიმართ, მაგრამ მერე დაიწყო დევნა და ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, იყო რომის პაპი, რომელსაც მიუსაჯა სიკვდილი, აი ეს ლუციუსი. და როდესაც მიდიოდა ლუციუსი უკვე მიყავდა დასასჯელად, გზაში თავის მთავარ დიაკონს სტეფანეს, რომელიც იყო შემდეგ ასევე მღვდელმოწამე სტეფანე პირველი, რომის პაპი გახდა, სტეფანე პირველი, მის შესახებ გვისეუბრია, ეს არის საუბარი 75 სტეფანეს შესახებ, მოკლედ ამას ფაქტიურად გადაულოცა ეს რომის პაპობა. ლუციუსი დასაფლავებულია კალისტოსის კატაკომბებში, იქ არის პაპების სამარხი, რომის პაპების სამარხი და მოგვიანებით რომის პაპმა პასქალიუსმა 824 წლებში პასქალიუს პირველმა
მისი წმინდა ნაწილები გადაასვენა წმინდა ცეცილიას ბაზილიკაში, ეს არის Santa Cecilia in Trastevere. ეს არის რომში, წმინდა ცეცილიას ტაძარი. და მის შესახებ არის კიდე ძალიან საინტერესო რა განსაკუთრებული თაყვანისცემა დანიაში არის ამ ლუციუსის დანიაში როსკილი არის ესე იგი ძველი მისი დანიის სამეფოს დედაქალაქი და აი აქ აუშენეს დიდი ტაძარი. აუშენეს დიდი ტაძარი და გამოაგზავნეს უკვე ეს მოგვიანებით ხდება გამოაგზავნეს წარმომადგენლები რომში და რომის პაპს თხოვეს რომ მისი წმინდა ნაწილები გადმოგვეცითო და რომის პაპმა უთხრა რაც გინდათ რომელი წმინდა ნაწილიც გინდათ ის ააბდანეთ და თავის ქალად ააბდანეს ამათ თავის ქალად ამას მერე თავისი თავგადასავლები ქონდა ამ ესე იგი Santa Ceciliaში არის ხა წმინდა ნაწილები და აი დანიაში ინახება ეს თავის ქალა და გზაშიც უკვე ამ თავის ქალამ დიდი სასწაულები მოახდინა რაღაც აშინელი გადვა იყო და მოკლედ ხილვა იყო რომ ლუციუსმა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ადამიანების სულები. შემდეგ კიდევ ესეთი გადმოცემა იყო რომ ტროლი რაღაცა ტროლი თუ რაღაცა ეშმაკი ცხოვრობდა ისე ფიორდ ეს არის უბე და ადგილობრივმა მღვდელმა ესე იგი აი ამ თავის ნარეცხი წყალი ჩაასხა ზღვაში და ეს გაქრა. ნუ რეფორმაციის შემდეგ შეწყდა ლუციუსის თაყვანისცემა, მაგრამ ეს თავის ქალა გადარჩა. და 1908 წელს გადააბრძანეს ტაძარში. და გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.